თუ შენ არ იცი სად ნახვა UFC-ს ახალი ამბები, ქართულად ნათარგმნი ვიდეოები, პოსტები და ასე შემდეგ. თუ შენს გარშემო ამ სპორტს არავინ არ უყურებს, მაშინ გამოიწერე ჟურნალისტი, რადგან ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს. ჰოლანდიის პატარა ქალაქში, სადაც დაახლოებით 180,000 ადამიანი ცხოვრობს, ერთი ჩვეულებრივი ფიზიოთერაპევტი დაუპირისპირდა ამერიკელ ამომავალ ვარსკვლავს, ბო ნიკალს. იმავე ნიკალს მოჭიდავეს, რომელიც NCAA-ის სამგზის ჩემპიონია, დიდი ათეულის გამარჯვებული, 23 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონი, ASHS ღია ჩემპიონატის გამარჯვებული და ამერიკის ოლიმპიური გუნდის წევრი. დერი, რომელსაც ONE FC-ს ყოფილ მებრძოლად მოიხსენიებდნენ და თავიდან მასზე დიდ იმედებს არ ამყარებდნენ. ZZ3 ფინიში მოიპოვა. და დაამტკიცა, რომ სტრაიკინგზე ორიენტირებული უძლიერესი მებრძოლია. ასეთები კი ნამდვილად გიყვარს. ჯეკ დელა მადალენას კარიერაში 2 მარცხი აქვს და ეს მისი პირველი 2 ბრძოლა იყო. მას შემდეგ მას 17 ZZ გამარჯვება დაუგროვდა და შეიძლება ძალიან მალე დაამტკიცოს, რომ იმ მარცხებმა ძალიან ბევრი რამ ასწავლა და რომ ის უკონკურენტოა. დანა ვაითი გამოჩნდა კანელოსა და კროუფორდის პირისპირ დგომზე, რაც ნიშნავს, რომ მან სრული კონტროლი მოიპოვა ამ დაპირისპირებაზე. დანა კრივის სამყაროში სვლას ძალიან დიდი ნაბიჯებით იწყებს. დემეტრიუს ჯონსონმა ტომ ასპინალთან ერთად ივარჯიშა. ეს ინფორმაცია ტომ ასპინალის ინსტაგრამის გვერდზე მოიპოვე. კორი სანთეგენი საერთოდ არ ღელავს იმის შესახებ, როგორც დასრულდა მისი და ფიგურედოს დაპირისპირება. ამბობს, რომ ძალიან ბევრ დროს ატარებს გრეპლინგში რაიან ჰოლთან. სწორედ იმ რაიან ჰოლთან, რომელიც ილია თოფურიამ გათიშა. ვარჯიშობ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც 50-50 პოზიცია გამოიგონა. სწორედ აქ დაიზიანა ფიგურედო მუხლი. თუ ამ პოზიციაში მუშაობა არ იცი, როგორც უმრავლესობა მებრძოლებმა, მუხლს ძალიან ადვილად დაიზიანებ. სწორედ ეს დაემართა მას. სუპერ მსუბუქი წონის კამარს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ვაკანტური გამხდარიყო. მერაბი ბოლო ძალებით ეკიდებოდა კლდეს. ეს ნამდვილი სიგიჟეა. მერაბი გიჟია. რეზინის ბოლო ღონისძიება მარკ კოლმანმა და იჟი პროხასკამ გახსნეს. Grand Prix Niten USA Kurva Kakton Kaino Inja როგორც მოსალოდნელი იყო, UFC 315-ზე ჯო როგანი არ გაემგზავრება კანადაში. მის ნაცვლად იქ დომინიკ კრუზი წავა. ჩვენზე ეს დიდად არ აისახება. კონორ მაკგრეგორის იურისტები ცდილობენ შეცვალონ სექსუალური ძალადობის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. 2018 წელს ირლანდიამ არ აღძრა საქმე მაკგრეგორის წინააღმდეგ, მტკიცებულებების სიმცირის გამო, მაგრამ 2024 წელს სამოქალაქო სასამართლომ ის დავნაშავედ ცნო. მერაბ დვალიშვილი მის პოტენციურ მეტოქეს კორი სანთეგენს ულოცავს გამარჯვებას. შეგახსენებთ, რომ ომალის და მერაბ დვალიშვილს შორის გამარჯვებულს დიდი ალბათობით კორი სანთეგენი შეხვდება. ლაურა სანკო, UFC-ს პირველი ქალი კომენტატორი ამბობს: მე მაინც მგონია, რომ ისლამ მახაჩევი მოახერხებს ველტერვეიტში დომინანტი იყოს. ის ამჟამად MMA-ში საუკეთესო მებრძოლია. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ის ფიზიკურად პატარა იქნება. შეგახსენებ, გამოიწერე არხი და დალაიქე ვიდეო. სურგუთში MMA-ის ღონისძიებაზე მასობრივი ჭხუბი მოხდა. ერთმა მებრძოლმა გაშველების დროს ფსაჩხელი დაარტყა. რის შედეგადაც ის რამოდენიმე მეტრზე გაფრინდა და მიწაზე დაეცა. შემდეგ მაყურებლები შევიდნენ ოქტაგონზე, რათა ჭხუბი შეეჩერებინათ. მაგრამ დაპირისპირება უკვე ოქტაგონს გარეთ გაგრძელდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ იქ სროლის ხმებიც იყო. პოლიცია უკვე იძიებს საქმეს. დენიელ კორმიე ხაბიბ ნურმაგომედოვზე ამბობს: თავიდან მის სტრაიკინგს დავცინოდით. მაგრამ კარიერის ბოლოს ხაბიბი გაცვლებში ისეთ მებრძოლებთან შედიოდა, რომლებიც ამ ასპექტში მასზე გაცილებით ძლიერები იყვნენ. ეს იმიტომ, რომ ის უზომოდ ერთგული იყო მისი საქმის და საოცარი მწვრთნელები ყავდა. მაურისიო როლფი მზად არის UFC 315-ზე მოკლე დროში ჩაერთოს ბრძოლაში ბენუა სენდენის წინააღმდეგ, რომელიც 10 მაისს მონრეალში გაიმართება. გავიხსენოთ ხორხე მასვიდალის სიტყვები ბო ნიკალზე. თუ ხამზად ჩიმაევი შეეცდება ბო ნიკალთან ჭიდაობას, ის დაეცემა. ნიკალი მას დაამტვრევს. კორი სანთეგენი: მე უკეთესი ვარ პიოტრ იანზე და მერაბის დამარცხებად შემიძლია. ამბობს, რომ მის მენეჯერს ჯერ არ უსაუბრია UFC-სთან, მაგრამ დარწმუნებულია. ტიტულის შანსზე შემდეგია. უпростоრად რომ თქვათ, აღარავინ დარჩა. უმარმა იბრძოლა ტიტულისთვის და წააგო. იანმა ბოლო ბრძოლა კი მოიგო, მაგრამ ომალისთან და მერაბთან წაგებული აქვს. მე კი ფიგურედო პირველ რაუნდ ნახევარში დავამთავრე. მაშინ როცა იანმა ეს 5 რაუნდში ვერ მოახერხა. საუკეთესო ვარ დივიზიონში და ტიტულისთვის ბრძოლის შანსი უნდა მომცენ. დაველოდები იმდენს, რამდენიც საჭიროა. არმან ცარუკიანი 31 მაისს ADX-ის ტურნირზე გრეპლინგის დაპირისპირებაში შეხვდება პატრიკ ფრეირეს, ანუ პიტბულს. ალი აბდელაზიზი წერს: რეინე დერიდერს ახლახან შესთავაზეს ბრძოლა. გამოიცემთ ვისთან. ტომი ასპინალის სოციალურ ქსელში. ნადირობის სეზონი დაიწყო.
დრიკუს დუპლესი ამბობს, რომ ხამზად ჩიმაევთან ბრძოლის თარიღი უკვე შეთანხმებულია. უпростоრად ორი პოტენციური თარიღი გვაქვს და ორივეს დავთანხმდი. ვისაც კითხვა აქვს ბრძოლა წელს შედგება თუ არა, კი, 100%-ით. დიდხანს აღარ მოგიწევთ ლოდინი, მალე ოფიციალურ ანონსს გამოაქვეყნებენ. ბელალ მუჰამედი ყვება, თუ როგორ იჩხუბა მან კამარ უსმანთან ერთ-ერთ პოდკასტში. მან მითხრა, ყველაფერში შენზე უკეთესი ვარ და მე ამაზე უპასუხე, მაგრამ შენ ხომ ჩემზე უკეთესად არ მეგიღია თავში დარტყმა. მგონი რომ ამან ეს ძალიან გააბრაზა და მითხრა, მე ასეთი თამაშები არ მიყვარს. კაცურად მოლაპარაკე. მეც კაცურად უპასუხე, შენზე წინ ვარ. ბონიკალმა პირველი კომენტარი გააკეთა კარიერაში პირველ მარცხზე. ბრძოლის წინ დარწმუნებული ვიყავი, მეგონა ყველაფერი სწორედ გავაკეთე, მაგრამ ახლა ვხვდები რომ მზად არ ვიყავი. ბევრ რამეს სხვანაირად გავაკეთებდი. დეტალებს ჩაუღრმავდებოდი, მაგრამ რაც არის ეს არის. მოდი ისიც არ დაგვაუწყდეს, რას ამბობდა ის ხამზად ჩიმაევთან დაკავშირებით, რომ ჭიდაობაში მას დაფლით და გაანადგურებდა. მარვინ ვეტორი და ბრენდან ალენი ერთმანეთს UFC 318-ზე 20 ივლისს ლუიზიანაში დაუპირისპირდებიან. ალექს პერეირა ამბობს, რომ სოციალური ქსელი გაუტეხეს. პერეირას პოსტში ეწერა, ის ყოველთვის იღებდა UFC-ს გამოწვევებს და არასდროს უთქვამს ცუდი ორგანიზაციის შესახებ და მას შემდეგ რეებიც გაიგო, ეს შეიძლება დასასრულის დასაწყისი იყოს. პერეირა ამტკიცებს, რომ UFC-სთან ურთიერთობაზე პოსტი თავად არ დაუწერია და რომ მისი სოციალური ქსელები ჰაკერებმა გატეხეს. მე მგონი ალექს არავისთვის არ მიუცია საბაბი, რომ ამაში ეჭვი შეეპაროს. შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს UFC-სთან. ჯონ ჯონსი ტაილანდში ჩავიდა, როგორც ჩანს Alpha Reality-ს მეორე სეზონის გადასაღებად. დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერე არხი და დალაიქე ვიდეო.